ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ჭეშმარიტება, რომელიც უпроსორეთ ჭეშმარიტების შეცნობა, შედეგი მტკიცე და ურყევი რწმენისა. სახარება, რომელიც იკითხება ანგლომიდან მე-7 შვიდეულის კვირა დღეს, მთავარ სათქმელს, მთავარ იდეას, რომელსაც გამოხატავს ეს სახარება, არის შემეცნება ჭეშმარიტებისა, როგორც საწინდარი სასუფეველის დამკვიდრებისა. და მთელი ზადიკის, ანუ აღდგომიდან ვიდრე სულთმოფენობამდე ყოველი შვიდეული შვიდეულის კვირა დღეს წაკითხული სახარება სწორედ აი ამ ჭეშმარიტებას, ამ ჭეშმარიტებისთვის გვამზადებს. კერძოდ იმისთვის, რომ რწმენა არის აუცილებელი პირობა ჭეშმარიტების შეცნობისა, რომ რწმენის გარეშე ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლებელია. და აი ამ თუ შეიძლება ითქვას, ამ როგორც გვირგვინი ჭეშმარიტების შეცნობისა, ესე იგი არის მე-7 შვიდეული, მე-7 შვიდეულის კვირა დღე, რომელსაც ეწოდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მამათა ხსენების დღე, ანუ იმ უპირველესი ჭეშმარიტების შეცნობის მოვლენა, რომელიც აღესრულა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. რა იყო ეს, რა ჭეშმარიტება დაადგინა ამ კრებამ? ამ კრებამ დაადგინა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება, რომ იგი იყო არა მარტო უდიდესი პიროვნება, ადამიანი, არამედ ამავე დროს იგი იყო ღმერთი, ანუ მისი ღვთაებრივი ბუნება აღიარა. და აი სწორედ ეს აი ამის ესე იგი ეს დასასწაული გვეუბნება, რომ ადამიანმა რომ გაარჩიოს ჭეშმარიტება სიცრუისაგან, მას უნდა გქონდეს მტკიცე და ურყევი რწმენა. და მთელი ეს აღდგომის შემდგომ ყველა შვიდეულის კვირა დღეს წაკითხული სახარება სწორედ აი ამ რწმენის შენარჩუნების შესახებ მოგვითხრობს, თუ რა არის ის პირობები, რომ რითაც ჩვენ რწმენა უნდა გქონდეს მტკიცე და ურყევი. და აი თუ გავიხსენებთ ამ სახარებებს, პირველ რიგში აღდგომის შემდეგ, თუ თავად აღდგომა რასაკვირველია, გველაპარაკება იმის შემსახებ, რომ პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და სიტყვა იგი იყო ღმერთი. ანუ იწყება ეს აღდგომის 7 შვიდეულის აღდგომის შემდგომ სულთმოფენობამდე 7 შვიდეულის სახარებები, საკვირაო სახარებები იმის აღიარებით, რომ სიტყვა, ანუ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომ ეს არის განკაცებული ღმერთი, რომ მასში არის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთება და მთავრდება სწორედ აი ამ ასეთივე ჭეშმარიტების გადაგებით, რომ საუკუნო ცხოვრება ეს არის
შეცნობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს და რომ მან მოავლინა იესო ქრისტე ჩვენს საცხოვნებლად. აი ამით იწყება და აი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე შვიდეულის კვირა დღეებში იკითხება სახარებები, სადაც თავარი აზრი არის იმის შესახებ, თავარი იდეა ამ სახარებების, რომ რწმენის გარეშე ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლებელია, ხოლო რწმენის შენარჩუნება სათნოებათა გარეშე შეუძლებელია. აი როგორც იაკობ მოციქული ამბობს, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია, აი ამ შეიძლება ითქვას ამ ჭეშმარიტებას გადმოსცემს აი ეს ხუთი შვიდეული, აი დაწყებული აღდგომიდან მეშვიდე შვიდეულამდე შუალედში არსებული ხუთი შვიდეული და აი რა არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ რწმენის საქმე რა არის რწმენის უმთავრესი საქმეები, რომლებიც განაპირობებენ რწმენის სიცოცხლეს და რწმენის ნაყოფს, როგორც თქვით, ჭეშმარიტების შეცნობას. პირველი უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის სწორედ რწმენაში ურყევი რწმენა. ანუ მე ყოველგვარი ყოყმანის დაუეჭვებელი რწმენა. აი ეს არის სწორედ ამის მაგალითია თომას ეჭვი შეორგულება სარწმუნოებაში და სწორედ აი როდესაც ადამიანი ამ ეჭვს განაგდებს, როცა ადამიანი ეჭვს მოინანიებს და დადგება ამ ეჭვზე მაღლა, მას ესე იგი მისი რწმენა ხდება სრულყოფილი და სრულყოფილი რწმენის მქონე ადამიანს ეხსნება ჭეშმარიტება და აი რა გახსნა ქონდა თომა მოციქულს. თომა მოციქულთა შორის პირველმა აღიარა იესო ქრისტე, ვითარცა ღმერთი. მანამდე იყო თქვათ პეტრეს აღიარება, რომ შეხარ ძე ღმრთისა, იყო სხვადასხვა სახით კიდევ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის ესე თქვათ მინიშნებანი, მაგრამ აქ პირდაპირ მან თქვა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ანუ რწმენის დაუეჭვებლობა, უყოყმანო ურყევი რწმენა, მტკიცე და ურყევი რწმენა არის აი სწორედ პირველი საქმე, რომელიც აუცილებელია, რომ რწმენამ ნაყოფი გამოიღოს და ჩვენ შევიცნოთ ჭეშმარიტება. მეორე, ესე იგი, რასაც გვიყვება შემდეგი კვირის სახარება, ეს არის მენელსაცხებლე დედათა სწორედ შესახებ სახარება, სადაც ნაჩვენებია რა სათნოებაა ნაჩვენები. ეს არის სიყვარული სრულყოფილი. რა არის სრულყოფილი სიყვარული? სრულყოფილი ამ სახარებაში გვეუბნება, რომ ამაზე დიდი სიყვარული არსებს, თუ კი ადამიანი თავის სიცოცხლეს მეგობართა თვისათვის დადებს. აი სწორედ თავგანწირული სიყვარული არის ასევე რწმენის აუცილებელი პირობა. იქ სადაც თავგანწირული სიყვარული არ არის, არ შეიძლება რომ ადამიანმა შეიცნოს ჭეშმარიტება, რქონდეს ისეთი რწმენა, რომელიც მას ჭეშმარიტებასთან მიიყვანს. და აი ამ სახარებაც ასე მთავრდება. პირველი, ესე იგი, გამოეცხადათ აი სწორედ მათ, ვისაც ჰქონდათ სიყვარული, მენელსაცხებლე დედებს სახარებაში ასე წერია, თუმცა წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, საღვთო გადმოცემის მიხედვით, მენელსაცხებლე დედათა ასე ვთქვათ, რასაკვირველია, მსგავსი და კიდევ უფრო აღმატებული სიყვარული ჰქონდა ყოველ წმინდა ღვთისმშობელს, ამიტომ ეკლესიის გადმოცემა გვასწავლის, რომ სულ პირველად ეს ღვთისმშობელს გამოეცხადა. აღდგომილი მაცხოვარი, მაგრამ აი სწორედ რისთვის, ამ სიყვარულისთვის და ესე იგი აუცილებელი ასევე საქმე, სარწმუნოებრივი საქმე არის სიყვარული. შემდეგი სახარება, ეს არის მეოთხე კვირის სახარება, მეოთხე შვიდეულის კვირადღის სახარება, განღვეულის შესახებ. რა არის ის სათნოება, რომელიც აი ბოლოს ესე იგი რის გამოც ამ განღვეულმა იხილა მესია და გამოეცხადა მაცხოვარი მივიდა მასთან და მას შემდეგ რაც განკურნა იგი
შემდეგ გამოეცხადა და ფაქტიურად მან იხილა მესია და რა იყო ამის საფუძველი? ეს იყო საოცარი შეურყეველი სასოება, ანუ მიუხედავად ძიმე განსაცდელისა 38 წელი დამბლადაცემული, პარალიზებული ადამიანი, რომელიც ოცნებობს იმაზე, რომ შევიდეს ტბაში, როდესაც ტბა აღიმღრევა, რომ განიკურნოს და ამას ვერ ახერხებს, გარდა იმისა, რომ თავად არის პარალიზებული, არავინ არ აყავს გვერდში და მაინც არ, ასე იგი, იმედს არ კარგავს. სასოება, ასე ვთქვათ, არ წარეკვეთა მას. ანუ აი, ესე იგი, შემდეგი სათნოება არის მტკიცე სასოება, იმედი, რომ როგორი გაჭირვებულიც არ უნდა იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მისი მდგომარეობა, რომ მან უნდა, ესე იგი, არ დაკარგოს იმედი, ღვთის შეწევნის იმედი და აი ასეთი იმედის მქონე, სრულყოფილი იმედის მქონე ადამიანში არის სრულყოფილი წვენა და მას ეცხადება ჭეშმარიტება. აი მეხუთე შვიდეული ეს რაღა, ეს არის სამარიტელი დედაკაცის შვიდეული, სამარიტელი დედაკაცის კვირა და აი აქ რა ხდება? აქ არის ის, რომ ვინ არის ეს სამარიტელი დედაკაცი? როგორც შემდეგ ირკვევა მაცხოვრის სიტყვებიდან, ეს არის ძალიან ზნეობრივად ძალიან დაუძლურებული, ძალიან მძიმე, ესე ვთქვათ, ზნეობრივი მდგომარეობის მქონე ადამიანი, ზნეობრივი შინაგანი ესეთი დაცემული, სულიერად ძალიან ზნეობრივად დაცემული ადამიანია. 5 ქმარი ყავდა, ეხლა მე-6-ესთან ცხოვრობდა და იმასთან უკვე კანონიერი, ესე ვთქვათ, ურთიერთობაც კი არ იყო გაფორმებული, მაგრამ აი რა არის საოცრება, რომ მიუხედავად ამისა, თან ადამიანი, რომელიც სამარიტელების რწმენა, მათ ჰქონდათ რწმენა მოსეს ჯულის, მაგრამ წინასწარმეტყველების რწმენა არ ჰქონდათ და რასაკვირველია, მათი რწმენა არ იყო სრულყოფილი და აი ესეთი არასრულყოფილი რწმენის, არასრულყოფილი და ძალიან დაზიანებული ზნეობის მქონე ადამიანში აღმოჩნდა, რომ არის, ესე იგი, მოლოდინი მესიისა და ესეც სასოებაა, რომ შენ შეიძლება ერთის მხრივ განღვეული შემთხვევაში აი ძიმე ჯვარი ქონდეს, მეორე შემთხვევაში ესეც ძიმე ჯვარია, უძლურება, სულიერი უძლურება ქონდეს, მაგრამ მაინც ესე იგი გაქვს იმედი, რომ მესია მოვა და ის გიშველის. აი ეს არის საოცარი სასოება და გარდა სასოებისა აქ არის მაგალითი ესეთი ეს სამარიტელი დედაკაცი აღმოჩნდა, რომ არის ჭეშმარიტების მაძიებელი, მას აქვს კითხვები სარწმუნოებასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, როგორც კი ის დაინახავს, რომ მის წინაშე დგას წინასწარმეტყველი და ფაქტიურად აი ამ გამოძიების გამო, ჭეშმარიტების ძიების გამო, მას იმდენად გაეხსნება, იმდენად ძლიერი იქნება ეს განცდა აი ჭეშმარიტების შეცნობისა, რომ ის საერთოდ ამ წუთის ოფელს თითქოს მოწყდება, აი სარწყულებს დაყრის და ისე გაიქცევა ქალაქში. ეს სარწყულები წმინდა მიწაზე ქვეყანაში, სადაც წყალი ძალიან, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი იშვიათობა იყო და ძალიან ძნელად მოიპოვებოდა და ეს სარწყული ეს იყო საშუალება ამ წყალ. აი მის დაგდება ნიშნავს აი წუთის ოფელთან კავშირის გაწყვეტას და იმდენად დიდი იყო ეს, ესე იგი მისი ახტოვანება და ახტაცება ამ განცდით, ამ ჭეშმარიტების შეცნობით, რომ მთელს ქალაქს გადასცა. და მთელი ქალაქი მოვიდა, ანუ მოციქულებრივი მისია აღასრულა. და აი ეს არის კიდევ სასოებასთან ერთად საოცარი უნარი, ესე იგი ჭეშმარიტების ძიებისა, უფალი გვეუბნება, ეძიებდნენ და ყოფდა. აუცილებელია, რომ ყოველი ადამიანი ეძიებდეს ჭეშმარიტებას და გამოეძიებდეს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რომ არ, ასე ვთქვათ, არასოდეს არ დაკმაყოფილდეს იმ ცოდნით, რაც მას აქვს, უბრალოდ რამდენად სწორია მისი ეს ცოდნა, მუდამ ამოწმებდეს ამას, მუდამ გამოეძიებდეს ამას.
აი ეს სათნოება, სასოება ერთის მხრივ, რომ მიუხედავად მძიმე ცოდვებისა ღმერთი მოწყალია და შეიწყალებს ადამიანს და მეორე აი ეს გამოძიების, ესე ვთქვათ, სათნოება, წესშევანტების ძიების სათნოება. და ბოლოს, ესე იგი მე-6 შვიდეული, ეს არის ბრმად ყოფილი შვიდეული და აი აქაც რას ვხედავთ ჩვენ, რომ პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ბრმად ყოფილია, ესე იგი მიუხედავად აი ესეთი მძიმე ბედისა, მასში არის საოცარი შინაგანი ესეთი ჯანსაღი ცნობიერება, ჯანსაღი შინაგანი, ასე ვთქვათ, ზნეობრიობა, საოცარი ზნეობრიობა ამ ადამიანში. ეს ადამიანი სასოებაც აქვს ამ ადამიანს და საღი აზროვნების უნარიც. და აი როდესაც ისინი ცდილობენ ფარისევლები, რომ ესე იგი დააშინონ იგი და ათქმევინონ, რომ აი საეჭვო ამისთვის ვინ განკურნა, რამდენად ეს ადამიანი თუ შაბათი დაარღვია, რამდენად ესე ვთქვათ, შეიძლება მისი ვირწმუნოთ, რომ იგი ღვთისაგან არის. აი ამაში როცა ვერ ესე ვთქვათ, ვერ ათქმევინეს ეს, ვერ შეაშინეს. ესე იგი ფაქტიურად ეს ადამიანი კარგავდა თავის ახლად აღდგენილი, ესე ვთქვათ, თვალის სინათლე, აი ამ სიცოცხლის შეეძლო დამტკბარიყო ამ ცხოვრების შვენიერებით, აი ეს ადამიანი შეიძლება და ისევ კიდევ უარეს დღეში ჩავარდნილიყო და მიუხედავად ამისა, მან არ უარყო ჭეშმარიტება და აი ეს არის რა არის ეს არის სიმამაცე. ეს არის სიმამაცე, რომ სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, რომ რაც არ უნდა შენ, ასე ვთქვათ, ამქვეყნიური კეთილდღეობა დაკარგო, შენ უარი არ უნდა თქვა ჭეშმარიტებაზე. სინდისის ხმას არ უნდა უღალატო და აი ეს არის სიმამაცე და აი ეს არის კიდევ ერთი სათნოება. ანუ რო ჩამოვთვალოთ, ხუთი მთავარი სათნოება რწმენის, ხუთი მთავარი საქმე, რომელიც ჩვენ რწმენის სიცოცხლეს გვინარჩუნებს. პირველი, ესე იგი, დაუეჭვებელი, შეურყეველი, მტკიცე სარწმუნოება, თავგანწირული სიყვარული, მტკიცე სასოება, გამოძიება, ესე იგი, ჭეშმარიტებისა და სიმამაცე. და აი, როდესაც ამ სათნოებებს ადამიანი ფლობს, მას ეცხადება ჭეშმარიტება, იგი ხედავს ჭეშმარიტებას. და რა არის ეს ჭეშმარიტება? და აი, როგორც დასკვნა გვეუბნება მე-7 კვირატყის სახარება, რომ ეს არის შეცნობა იმისა, რომ არსებობს ღმერთი, რომ და ის, ვინც მან მოავლინა ჩვენ საცხოვნებლად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, სწორედ ამის ცოდნა, ამის შეცნობა არის შედეგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რომელიც აი ამ საქმეებით, ჩვენს მიერ აღწერილი საქმეებით ცოცხლობს და აქვს, ესე იგი, ესეთი უნარი, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას რომ ადამიანმა შეიმეცნოს ჭეშმარიტება. ამიტომ ვთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა მოგცეს აი ეს სათნოებანი, რათა ჩვენი რწმენა იყოს მტკიცე და ურყევი და რათა ჩვენ შევიმოცნოთ ჭეშმარიტება, რომ ერთია ღმერთი და ერთია მის მიერ მოვლინებული ჩვენ საცხოვნებლად უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც მოწაფეებს უთხრა, რომ თუ მე არ წავედი, სულიწმინდა არ მოვა თქვენთან და რომ ერთია სულიწმინდა, რომელიც ჩვენს სულში დამკვიდრებით, ჩვენ ბუნებას, ადამიანურ ბუნებას აერთებს ღვთაებრივ ბუნებასთან და ის სწორედ ამ შეერთებისთვის მომზადებული სული მიიღებს სულიწმინდას და აი ჩვენს ვემზადებით სულიწმინდის მადლის მისაღებად სულთმოფენობას და აი ჩვენში უნდა განვამტკიცოთ ეს სათნოებანი და სწორედ ამ ასე უნდა მივიდეთ სულთმოფენობის დღესასწაულთან, რათა სულიწმინდა მოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენს
სამყაროში, ჩვენს ბუნებაში და შეგვაერთოს ღვთაებრივ ბუნებას და ეს არის უკვე ამ ქვეყნად ადამიანის სასუფეველში დამკვიდრება, ასე იწყება სასუფეველი, უკვე აქ დედამიწაზე იწყება ჩვენთვის სასუფეველი და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ესე დავძლიოთ ჩვენი სისუსტენი და ჭეშმარიტი სარწმუნოებით შეუერთდეთ, გავხდეთ ღირსი სულიწმინდის მადლთან და ყოვლადწმინდა სამებასთან შეერთებისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ დღესასწაულს დაგასვათ. ჩვენთან არს ღმერთი.